პრემიერ-მინისტრი ანაკლის სპორტის მშენებლობის ახალ მოდელსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას. შეგახსენებთ, ანაკლის ნავსადგური აშენდება ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითად საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. ანაკლის ნავსადგური იქნება ქართული პორტი, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც კავშირი არ ექნება მფლობელობასთან. მე მინდა ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავხადო განსაკუთრებული მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიდგომით პროექტის გაგრძელება. თქვენ იცით, რომ მანამდე იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. სახელმწიფო წარმართავს ამ პროცესს და შემდეგ უკვე ოპერირებაში რამდენიმე სუბიექტს შეიძლება გადაეცეს ის პორტი, რომელიც დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც ასევე უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლის პორტში და ეს არის აუცილებელი ანაკლის პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.